მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა უნივერსიტეტი. გადაცემაში დღეს თქვენ ნახავთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. რას გვავალდებულებს თითოეულ კურსდამთავრებულს უნივერსიტეტელობა? რა პოზიცია აქვს თბილისის მერს დავით ნარმანიას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე გასხვისებულ ტერიტორიაზე უნივერსიტეტისთვის არაშესაფერისი საქმიანობის შესაძლო წამოწყების თაობაზე? უნივერსიტეტელი მერის ხედვები და მიდგომები სტუმრად დავით ნარმანიასთან. როგორ შეფასდა ლადო ჭანტურიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის 34 წელი? სიურპრიზი უმცროსი კოლეგებისა და მეგობრებისგან. როგორია მედიის ენა საქართველოში და რა რეკომენდაციები დაუტოვეს ქართველ ჟურნალისტებს Deutsche Welle აკადემიის ტრენერებმა? რამდენი ადამიანის სიცოცხლისა და რამდენი ძირიხის გადარჩენა შეიძლება ოჯახსა თუ ოფისში მოგროვებული მაკულატურით? საქველმოქმედო აქციაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტთა კიდევ ერთმა ნაკადმა დაამთავრა. რას ნიშნავს თითოეული სტუდენტისთვის ამ სასწავლებლის დამთავრება და რას გვავალდებულებს თითოეულ ჩვენგანს უნივერსიტეტელობა? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. უნივერსიტეტიდან არასდროს მიდიან. ეს სენტიმენტალური გამოთქმა მხოლოდ მაღალ ემოციურ სიტუაციებში მოხვედრისას როდი უნდა გვახსოვდეს. რეალობა ასეთია. უნივერსიტეტის წარსული ღირებულებებითა და ცოდნით ნაკვე პიროვნებებს ხშირად თავშიც არ მოსდით მათი ალმა-მატერის მომავალი წარმატებისა და განვითარებისთვის გარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში სწორედ აქ მიღებული გამოცდილების წყალობით იღებენ. ჩვენ დღევანდელ საქართველოს სიტუაცია ასეთია, რომ გადახედავთ პოლიტიკური ელიტის უდიდეს ნაწილს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ბიზნესის უდიდეს ნაწილს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეების დიდი ნაწილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ეს დიდი ვალდებულებაა, თუმცა ყველა ერთი სიტყვოთი და ერთი გულის ტკივილით როდია უნივერსიტეტის მიმართ, ამიტომ უსურვებდი ამ თაობის გამოშვებას, მოახსოვდეს რა არის უნივერსიტეტი. თითქოს და ყველა ერთსულოვანია მაშინ, როცა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის მანტიას ირგებს და როცა ამ კედლებს ემშვიდობება. გამონაკლისი არც 92 გამოშვების ნაკადი იყო, რომლის დიდ ნაწილს დღეს ზუსტად ესმის, რას ნიშნავს უნივერსიტეტელობა. ის ემოციები, რაც ამ წუთას მაქვს, ცოტა რთულია გადმოსცა, იმიტომ რომ ამ წუთას დაგროვილია მთელი 4 წლის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ასე შემდეგ, რაც მომცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ იმას ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი პირველ კურსზე ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი იმას, თუ რა მხოლოდ პატივი იყო და რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა თბილისის უნივერსიტეტელობა. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ალბათ მომავალშიც გავაკეთებ იმ ყველაფერს, რომ უნივერსიტეტი იყოს პირველი საქართველოში. სახელმწიფო უნივერსიტეტების და განსაკუთრებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის აუცილებლობა, როგორ ესმით უნივერსიტეტელ ფინანსთა მინისტრსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალბათ მომავალში გამოჩნდება. უნივერსიტეტის განვითარებისთვის კურსდამთავრებულთა საჭირო მობილიზებაზე დღეს აქცენტს ის სტუდენტი აკეთებს, რომელმაც ბაკალავრიატი დაამთავრა და უკვე სხვაგვარად ხედავს იმ ვალდებულებას, რასაც უნივერსიტეტელობა აკისრებს ადამიანს. უნდა ახსოვდეთ და უნდა გქონდეთ ესეთი აღქმა, როგორიც ჩვენ გვაქვს დღეს კურსდამთავრებულთა უდიდეს უმრავლესობას, რომ ჩვენ უნივერსიტეტს მივიჩნევთ ცენტრალურ ადგილად, განვითარების ცენტრალურ ადგილად საქართველოში. და სამწუხაროდ კურსდამთავრებულები შემდეგ ივიწყებენ, სხვა უნივერსიტეტებს ამთავრებენ, ეს აღარ აინტერესებს და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდება და ყოველთვის პირველ ადგილას დავახენებთ უნივერსიტეტს. მე ფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ორგანო, პარლამენტი, მთავრობა კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭო, დიდი საბჭო, მრავალრიცხოვანი საბჭო, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მისაბაძი და ყველაზე გავლენიანი დაწესებულება, არაფორმალური. პარლამენტი და მთავრობა ფორმალურია და ამით უზრუნველყოფენ ძალაუფლებას და უნივერსიტეტს ეს ფორმალური ნიშანი არ აქვს, მაგრამ მაინც უნდა უზრუნველყოს თავისი გზით, სამეცნიერო საქმიანობით,
ძიებით, კვლევით, თავისი ავტორიტეტით აი ეს დიდი ძალაუფლება, საზოგადოებრივი ძალაუფლება. ყოველთვის მახსენდება გია დვალი, რომელიც სადაც არ უნდა წავიდეს, რომელ უნივერსიტეტშიც არ უნდა მოხდეს, იქნება ეს მიუნხენის მაქს პლანკის უნივერსიტეტი თუ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ყველგან თავის სტატუსს არ ივიწყებს და ამბობს, რომ მისი ალმა მატერი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შეუძლებელი არ გაგვახსენდეს მაგალითად მიუხედავად ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულებებისა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ფაქტობრივად ხელახლა აღადგინა უნივერსიტეტი და ხელმეორე აღმშენებლის როლი თამაშა მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით. ესე ძალიან დასაფასებელია, ესე არავის არ გაუხსენებივართ ჯერ და ველოდებით აწი და აწი უნდა გამოჩნდნენ უნივერსიტეტელები და ერთსაც ვიტყვი, რომ სირცხვილია ჩვენი უნივერსიტეტის იცით რა, რომ ამდენი კურსდამთავრებული ყავს და ალუმნი საზოგადოება არ არსებობს. ანუ კურსდამთავრებულთა საზოგადოება, რომელიც თავისი ხელფასიდან თუნდაც ერთ ლარს გადმორიცხავდა ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ. მსოფლიო უნივერსიტეტების ბიუჯეტები, გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა სტუდენტის მოტანილ თანხის და ფინანსდება აი ამ ალუმნი საზოგადოების ფინანსებით და მე ვიმედოვნებ, რომ ოდესღაც ჩვენ აი მრავალრიცხოვანი კურსდამთავრებულები შექმნიან ამ ასოციაციას და ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ჩვენს სასწავლებლებს. კურსდამთავრებულთა მობილიზება კეთილი საქმის საკეთებლად თესეუს რექტორის ლადო პაპავას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი იყო. ასე რომ ალუმნის კლუბის დაარსება ახლო პერსპექტივაა. მთავარია შეგნება იმისა, რომ უნივერსიტეტიდან მართლაც არასდროს წავიდეთ. თბილისის არჩეული მერი უნივერსიტეტელია, უფრო მეტიც დავით ნარმანია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მაშინდელი ხელისუფლების ოპონირებისთვის კინაღამ უნივერსიტეტს გარეთ დარჩა. მოახერხებს თუ არა არჩეული მერი უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას და რის გაკეთებას აპირებს იგი უნივერსიტეტისთვის. ჩვენს შეკითხვებს თბილისის მერი დავით ნარმანია უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დილოცავთ პირველ რიგში გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ იყავით წარმატებული მერი. და პირველი შეკითხვა, აპირებს თუ არა უნივერსიტეტში დარჩენას? დიდი მადლობა, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები უნივერსიტეტს და უნივერსიტეტელებს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში ვაპირებ დარჩენას, ადრეც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ემსახურებოდი უნივერსიტეტს და ახალგაზრდებს და ახლაც პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, დროის გარკვეულ პერიოდს დავუთმობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. როგორც ქალაქის მერს, როგორ მიგაჩნიათ, რა შეიძლება გაკეთდეს და ან თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო გაიზარდოს და ამაღლდეს უნივერსიტეტის იმიჯი? რა თქმა უნდა, რამდენიმე კუთხით მუშაობა იქნება აქტიური და იქნება საჭირო იმისათვის, რომ ქალაქის მერიამ შეუწყოს ხელი უნივერსიტეტს მის განვითარებას და მისი იმიჯის ამაღლებას. ეს იქნება მჭიდრო თანამშრომლობა თბილისის მერიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. პირველ რიგში სტუდენტების პრაქტიკის და სტაჟირების თვალსაზრისით. მერიის სისტემა საკმაოდ დიდი სისტემაა და სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია სტაჟირება გავატაროთ უნივერსიტეტ დამთავრებულებს, ამ პრაქტიკა გაიარონ უნივერსიტეტის სტუდენტებმა. გარდა ამისა, ჩვენ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაში ჩავერთვებით, რა თქმა უნდა, და ეს ჩვენი როლი და მოვალეობაა და მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა სახის კვლევები, რაც თბილისის მერიას დაჭერდება, რაც აუცილებელი იქნება პოლიტიკის ფორმირებისთვის, წარმოებისთვის, გაკეთდეს უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის ბაზაზე. რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ეს კონკურს დაექვემდებარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტელები მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში და რა თქმა უნდა, ეს არის უნივერსიტეტსა და მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საგანი. ეს მემორანდუმი ვფიქრობ, რომ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად და მემორანდუმში განსაზღვროთ ის ურთიერთთანამშრომლობის სფეროები, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება და განსაკუთრებით დაეხმარება უნივერსიტეტს. ანუ საკადრო პოლიტიკაში იქნებიან თუ არა ჩართული უნივერსიტეტელები, ეს მაინტერესებს. საკადრო პოლიტიკაში უნივერსიტეტელები ჩართული იქნებიან. ჩვენ მოგვიწევს უახლოესი თვეების განმავლობაში ატესტაციის ჩატარება მერიის სისტემაში, რომლის საფუძველზეც გამონთავისუფლებული პოზიციები დარჩება და ამ გამონთავისუფლებულ პოზიციებზე გამოცხადდება საჯარო კონკურსები და უნივერსიტეტელებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ბევრი მათგანი მუშაობს დღეს მერიის სისტემაში, რამდენიმე მათგანი ჩემს, ასე ვთქვათ, მომავალ გუნდში იქნება უნივერსიტეტ დამთავრებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით თანამშრომლობაც იქნება მჭიდრო.
ანუ დიდი გეგმები გაქვთ როგორც მივხვდი უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კინაღა მოვიწიათ უნივერსიტეტიდან წამოსვლა. მომიწია წამოსვლა. ჩვენ და ბატონ ნოდარ ხატურს. რამდენიმე დღე მე ვიყავი უნივერსიტეტს გარეთ და ძალიან განვიცადა სიმართლე გითხრათ. განვიცადა იმის გამო, რომ ჩვენ და სამწუხაროდ უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობა მოექცა რა წინა მართველი პოლიტიკური გუნდის გავლენის ქვეშ უარი თქვა ღირსებაზე, უარი თქვა ადამიანობაზე და უარი თქვა იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ უნივერსიტეტს და რომელთაც არანაირი დანაშაული არ მიუძღოდათ, პირიქით ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ და ჰქონდა გაკეთებული უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ და ძალიან უყვარდით სტუდენტებს, რაც ყველაზე მთავარია და უყვარდით არა იმიტომ რომ ვიყავით ლოიალურები მათ მიმართ, არამედ უყვარდით იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის სიახლეები მიქონდა მათთან და უშუალოდ ვაწვდით იმას, რაც მათ ყველაზე მეტად ჭირდებოდათ. კარგით, რა მოხდა 2012-ში უფრო კონკრეტულად? 2012 წელს უნივერსიტეტში დაიგეგმა ბრჭყალებში საჯარო კონკურსის, ღია კონკურსის ჩატარება და რამდენიმე ათეულ თანამშრომლს, ვისაც გაგვივიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გვიწევდა კონკურსში ხელახლა მონაწილეობა. მეც და ნოდარ ხადურმაც ისევე როგორც ბევრმა ჩვენმა კოლეგამ მივიღეთ მონაწილეობა ამ კონკურსში და აღმოჩნდით კონკურს გარეთ. ეს ის პერიოდი იყო, როცა 2012 წლის არჩევნები ახლოვდებოდა. ყველა მიცოდა, რომ ჩვენ ვიყავით ახალ პოლიტიკურ გუნდში და ვიყავით გუნდში, იმიტომ რომ გვინდოდა ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები და სწორედ ეს აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დავრჩით უნივერსიტეტს გარეთ, ჩვენ და სამწუხაროდ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ კომისიაში იყვნენ ან მაშინ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას, დღემდე არიან უნივერსიტეტში და მათ ამის არ რცხვენიათ და ეს მათ სინდისზე და მათ ნამოსზე იყოს, ვისაც ეს არ რცხვენია, მაგრამ ჩვენთვის თავარი რა არის? ჩვენთვის თავარი არის ის, რომ მეც და ნოდარიც ყოველთვის ღირსებას ვაყენებდით ყველაფერზე წინ და უარი ვთქვით მაშინ ამ პროცესში და ამ თამაშში მონაწილეობაზე, მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვალა პოლიტიკური სისტემა და მიხვდნენ რა, რომ სხვა დრო დადგა და სხვანაირი საქმის კეთების დრო დადგა, შემდეგ დამატებით გამოაცხადეს კიდევ კონკურსები იმ ვაკანსიებზე, რომელიც მოგვიანებით ჩვენ დავიკავით. დღეს რა ვითარებაა ბატონ დავით? უნივერსიტეტში იმ ფაკულტეტზე, რომელზეც თქვენ ხართ. დღეს უნივერსიტეტი, ისევე როგორც ფაკულტეტი, აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ერევა უნივერსიტეტის მართვაში. უნივერსიტეტი ეს არის დამოუკიდებელი ერთეული, დამოუკიდებელი რგოლი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობიდან, უნივერსიტეტის წესდებიდან გამომდინარე და საბჭოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოქმედებს. და ეს კარგია, ანუ უნივერსიტეტს აქვს თავისუფლება და შესაბამისად ესეც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა განაპირობებს ხარის, განაპირობებს უნივერსიტეტის წარმატებას და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ბოლო პერიოდში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ტაბუდადებული იყო წლების განმავლობაში, ეს საკითხები დაიძრა, დღის წესრიგში მოხვდა და უნივერსიტეტი ვითარდება და სტუდენტებს გაცილებით უფრო სხვა გარემო აქვთ დღეს ვიდრე ადრე ჰქონდათ, აქვთ მეტი თავისუფლება, თვითონ უნივერსიტეტის პერსონალსაც, რაც ასევე აუცილებელია, აქვს მეტი აკადემიური თავისუფლება და აკადემიური თავისუფლება, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ უფრო ხარისხიანია, მიკერძოებული არ არის უნივერსიტეტის პროფესორი, ის თავისი გამოცდილებიდან და იმ ჩარჩო პროგრამიდან გამომდინარეობს, რომელსაც მას უდგენს შესაბამისი საბჭო და რა თქმა უნდა, ხარისხი ეტაპობრივად იმატებს. ბატონ დავით, რამდენიმე წლის წინ დაიყო ფაკულტეტები, შეერთდა უკაცრავად. ეხლა არის საუბარი ისევ აი ამ დაყოფაზე და განცალკევებაზე, როგორ უყურებთ ამ პროცესს თქვენ? ყოველთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა კონკრეტული პიროვნებების საჭიროებებზე დაყრდნობით, არამედ კვლევიდან და ბაზარს რაჭერდება იქიდან გამომდინარე, როცა არსებობს მოთხოვნა ამა თუ იმ მიმართულების სპეციალისტებზე და ეს მიმართულება, ასე ვთქვათ, სადღაც შეიძლება უნივერსიტეტში ერთი კათედრის დონეზე იყოს, რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში უფრო დიდი მიმართულება უნდა განვითარდეს ფაკულტეტის სახით. არის მთელი რიგი სპეციალობებისა, რომლებიც წლების განმავლობაში მივიწყებას მიეცა და კადრები აღარ
მზადდებოდნენ, ესეთ კადრებზე მოთხოვნა ჩნდება ბაზარზე. ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს მიმართულებები უნდა განვითარდეს უფრო მეტად. სწორედ ამიტომ აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ ორიენტაცია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, მივიწყებული სპეციალობები გაინთავისუფლებინა სწავლის გადასახადისგან და თვითონ სახელმწიფო აფინანსებს 17 ასეთ სპეციალობას, რათა გაიზარდოს ინტერესი ამ სპეციალობებზე მონაწილეობის მიღებისა სტუდენტების მხრიდან, აბიტურიენტების მხრიდან უფრო სწორედ და მეორე მხრივ სახელმწიფო უწყობს ხელს, რომ ეს განვითარდეს, რათა ბაზარზე გაიზარდონ და გაჩნდნენ კადრები. საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესოა და აქტუალური და როგორც თალათის მერს ახლა ესეთი ეკითხებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ბიბლიოთეკის წინ დაასხვისა წინა ხელისუფლებამ. შესაძლოა ერთ წამოიწყონ ესეთი საქმიანობა, რომელიც არაფრით არ უკავშირდება უნივერსიტეტს. რა პერიოდები გაქვთ თუ მიიღებთ რამე ზომებს, როგორ უყურებთ ამ პროცესებს სამწუხაროდ ეს არ არის გამონაკლისი, როცა ისინი ხედავდნენ იმას, რომ ადგილობრივ არჩევნებს პირწმინდა დაგებდნენ, ძალიან ბევრი ტერიტორია გაასხვისეს და ბევრ ესეთ გასხვისებულ ტერიტორიაზე ობიექტურად კითხვის ნიშნები ისმება და ყველა საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება გამოძიებას. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წლის წინ პატრიარქის ხელმძღვანელობით და მეთაურობით და ინიციატივით გამწვანების აქცია დაიწყო და დაერგო ხეები. ამ ხეებმა გაიხარა და როცა ასე ვთქვათ, მათი ზრდა განვითარება ხდება, როცა ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობაა, არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების გვერდით გააკეთოს სასაფლაო. ვიცით, რომ ამ ტერიტორიის გასხვისების უმთავრესი მიზანი იყო იქ სასაფლაოს გაკეთება, მაგრამ ეს ვერ მოხდება და ამ გადაწყვეტილებას, რაც იქნა გამოტანილი თბილისის მერიის მხრიდან, გავაუქმებთ აუცილებლად. რაც შეეხება ინვესტორს, თუ მას რაიმე ფული აქვს ჩადებული, ინვესტორი რომ არ დაზიანდეს, ჩვენ მას ალტერნატიულ ტერიტორიას ქალაქის სხვა ნაწილში გამოვუყოთ, მაგრამ არა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს. როდის საპირებთ პირველი ლექციის ჩატარებას უნივერსიტეტში? პირველი ლექციის ჩატარებას უნივერსიტეტში ვაპირებ სექტემბრის თვეში, მას მერე რაც დაიწყება ახალი სასწავლო წელი. და როგორ წარმოგიდგენიათ თვალათის მერის და სტუდენტების ურთიერთობა, როგორი იქნება? შეიცვლება რა მეტრონს ურთიერთობა? არსებითად არაფერი არ შეიცვლება. მე წელიწად ნახევარი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვიყავი, მაგრამ კვირაში რამდენიმე საათი აუცილებლად მივდიოდი და საღამოს ჯგუფთან ვკითხულობდი ლექციას და ასევე იქნება ის ჯგუფი, რომელსაც ასე ვთქვათ, ქალაქის მერი ჩაუტარებს ლექციებს, ხებისგან არაფრით იქნება გამორჩეული, იმიტომ რომ ლექციების სტილი, ლექციების მიმართულებები, რაც მე ყოველთვის ვქონდა, იგივე მექნება. ახლაც უბრალოდ მეტი პრაქტიკული მაგალითის მოტანა შემეძლება იმ ჯგუფში ჩემი საქმიანობიდან, რისი საშუალებაც ადრე არ მქონდა. წარმატებებს ვსურვებთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შეგახსენებთ ჩვენ შეკითხვებს თვალათის მერი დავით ნარმანია პასუხობდა. სასწავლო წლის განახლებამდე უნივერსიტეტში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები უკვე აღარ გაიმართება. ახლა კი მოდით ერთად ვნახოთ ის სიახლეები, რომლითაც უნივერსიტეტმა სეზონი ფაქტობრივად დახურა. მაშასე კვირის ქრონიკა. მე მახსოვს პირველად მამაჩემმა მომიყვანა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ვიყავი მე-9 კლასის მოსწავლე და საოცრებმა კანკალმა ამიტანა. ყოველთვის როცა უნივერსიტეტში შემოვდივარ, იმ დროიდან მოყოლებული მახსენდება ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტში და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ ასე ახლოს დამაკავშირა უნივერსიტეტი. ასეთ ბილად იხსენებს უნივერსიტეტთან შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია. ქართველი ცივილისტი, 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ბულგარულ ენებზეა გამოქვეყნებული. მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორი. რაც შეეხება ჯილდოებს, დამერწმუნეთ მათი მხოლოდ ჩამოთვლაც კი საკმაოდ დროს წაიღებს. არადა 15 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიას ლადო ჭანტურიას სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული დღემდე მისი არც ერთი წარმატება უყურადღებოდ არ დაუტოვებია. აკადემიური საზოგადოების შეკრების მიზეზი დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტების ინიციატივით დაბეჭდილი საიუბილეო კრებული გახდა. როგორც გამოცემის შემდგენელები განმარტავენ, დასავლური სამყაროსათვის უცხო არ არის პროფესიონალების მიმართ პატივისცემისა და ყურადღების ნიშნად დასტამბული კრებულები, რაც დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისათვის უკვე მესამე გამოცემად იქცა.
ეს არის ჩვენს მიერ დადასტურება იმ მადლიერების გზნობისა, რაც ბატონმა ლადო ჭანტურიამ ჩვენს მიმართ გასწია. ის თუ რა ფასდაუდებელი ცოდნა მივიღეთ ჩვენ მისი ლიტერატურისა თუ უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობისგან, ასახვა არის შესაბამის იმ სტატიებში, რომელიც თითოეულ ჩვენგანის შრომის შედეგია და რომელიც მოგრძალებული შეიძლება ითქვას მადლიერების გზნობის გამოხატულებაა. პროფესორი ლადო ჭანტურია ჩვენი უნივერსიტეტისთვის სიამაყეა, ეს არის პიროვნება, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, ქართული სახელმწიფოს სამართლის ინსტიტუტების შექმნაში და ის დღესაც დიდ როლს ასრულებს, როდესაც არის ჩვენი დიპლომატია, არის ჩვენი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროფესორი, მას აქვს ლექციები სტუდენტებთან და დარწმუნებული ვართ, რომ გააგრძელებს თავის ნაყოფიერ საქმიანობას, როგორც საუნივერსიტეტო, ისე ქვეყნის საკითხებში. საყურადღებოა, რომ ლადო ჭანტურიას როგორც მასწავლებელსა და უფროს მეგობარს მთავარი სიურპრიზი შეხვედრის ბოლოს ელოდა. დავით ბატონიშვილის მედალი სამართლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი არის საქართველოში ახალი სამართლებრივი კულტურის გამოხატულება. ეს არის ახალგაზრდების მიერ შექმნილი სამეცნიერო დაწესებულება, რომელთა მხრიდან ასეთი აღიარება ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ჩემთვის, ძალიან დიდი ბედნიერებაა. მით უფრო რომ ეს ხდება უნივერსიტეტის კედლებში, სადაც მე 34 წელი გავატარე. ჩემი სახელი ჯორჯო არის იტალიიდან და ჩემი სპეციალობა არის ისტორია, ისტორიკოსი ვარ. საქართველო ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი ქვეყანა და ძალიან მომწონს ქართველები. ეს ნორვეგიელი სვენ დვოგეა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის მსმენელი. ადამიანი, რომელმაც ნორვეგიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე ქართული ხალხური სიმღერის ჰარმონია. ეს ახალგაზრდები 24 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილმა აკადემიურმა საზოგადოებამ შემთხვევით არ გაიხსენა. საქმე ის გახლავთ, რომ 2000 წლის წინ უნივერსიტეტში პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის ინიციატივით ქართველოლოგიური სკოლის ფონდი და ცენტრი შეიქმნა. რასაც მალევე მოჰყვა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ამჯერად ორი პროექტი გამოვყავით, რაც მართლაც უკვე 20 წელია და მეტია შეუწყვეტლად ხორციელდება. ერთი არის ჟურნალი ქართველოლოგი. სრულიად პრიმიტიული ფორმით გამოდიოდა ჩვენს მიერ დაბეჭდილი, მასაგვირელია კომპიუტერულად და ხელით დაგზავნილი სტუდენტების მიერ უცხოეთში, მათ შორის ამერიკაში და მათ შორის ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. ეს ჟურნალი დღეს არის ორენოვანი, მაშინც ორენოვანი იყო, მაგრამ დღეს არის უკვე ზუსტად ერთი და იგივე ტექსტი რო იბეჭდება, საერთაშორისო რედკოლეგიის მქონე ჟურნალი, რომელსაც მეტნაკლებად მსოფლიო იცნობს. იგი არის ელექტრონული, მას ყავს ავტორები, მკითხველები ამერიკაში, ევროპაში და ფაქტიურად მის ირგვლივ შექმნილი არის საერთაშორისო ქართველოლოგიური წრე, რომელიც უკვე სექციებს მართავს მსოფლიო კონგრესებზე. 1995 წლიდან დღემდე ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლამ 200-მდე მეცნიერი გაზარდა და პრაქტიკულად საქართველოს მეგობარი აკადემიური საზოგადოება შემოიკრიბა. ყველა ზაფხულს ივლისისა და აგვისტოს თვეში თვენახევრის მანძილზე უცხოელი ქართველოლოგიით დაინტერესებული სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და ზოგჯერ ხანდაზმული მეცნიერებიც მასში მონაწილეობენ. ბევრი მათგანი აგრძელებს ამ საქმიანობას, ბევრი მათგანი აქ 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერც იყვნენ და დღეს ესე იგი ქართველოლოგიის თუ და ასევე საქართველოს მეგობრების ახალი თაობა ამ სკოლის აღზრდილია.
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის პროგრამა, რომ დღემდე საყურადღებო და საინტერესოა უცხოელებისათვის, 24 წლის იაპონელი სტუდენტის ჰაიატე სოუტომეს გამოსვლამაც ცხადყო. მე მაინტერესებს საქართველოს, ქართველები, იმიტომ რომ იაპონიაში ძალიან ცოტა ცოდნა საქართველოს შესახებ. პირველად მე ვნახე ფილმი თენგიზაბლაძის მონანება და ვედრება და ძალიან მომწონს და ამიტომ გადავწყვიტე რომ ვისწავლო ქართული ენა და ლიტერატურა. ჰაიატე ცნობილი იაპონელი ქართველოლოგის, ასევე ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულის იასუჰირო კოჯიმას მოსწავლეა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი როგორ ჟღერს და რამდენად რთულად ასათვისებელია ქართული ენა. ხო, ძალიან ლამაზია, მაგრამ თანხმოვანი ძალიან რთულია. იაპონიაში არ არის ასეთი სხვა მარწყვის მიცემითი ფორმა მარწყვის ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, იაპონელებისთვის ქართული ენა საერთოდ მე მგონია ნებისმიერი უცხოელისთვის ძალიან რთული სასწავლებელი საგანია. და განსაკუთრებით იაპონელებისთვისაც ჯერ ერთი იაპონურ ენაში ყოველ თანხმოვანს მოყვება ხმოვანი და აი 2-3 თანხმოვანი ერთად რო თავმოყრილია ასეთი იაპონურ ენაში საერთოდ არ არის. და ამავე დროს ქართულში ეს 2-3 კი არ არის, სადღაც 4-5 შეიძლება 6 თანხმოვანია ერთად თავმოყრილი, მაგალითად ბორდღნის და რაღაც მწვრთნელი და ასე შემდეგ. ესენი თავიდან რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა და მაგრამ დროთა განმავლობაში რო სწავლობდი, ნელა შევეჩვია. შეხვედრისას ითქვა, რომ არასათანადო დაფინანსების შემთხვევაში შესაძლოა ჟურნალ ქართველოლოგის გამოცემა შეფერხდეს, რაც ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დღეს დგას საკითხი ძალიან არსებითად. ასეთი პროექტები, როდესაც არის, ასეთი სკოლა, როდესაც შეიქმნა, ასეთი ჟურნალი გამოდის, უნდა იყოს თუ არა ეს დამოკიდებული აუცილებლად საკონკურსო პირობებზე, საგრანტო პირობებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოინახოს სახელმწიფოში შესაძლებლობა ეს საქმე გაგრძელდეს, მოინახოს სტაბილური საბაზისო დაფინანსება ამ ქართველოლოგიური სკოლისა და ჟურნალის და თაობიდან თაობას გადაეცეს ამ სკოლის ფუნქციონირება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა აუდიტორიას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ჟურნალის სრულყოფილად გამოსაცემად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეს სჭირდება გაგრძელება, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ენთუზიაზმი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გაეყოფა, ასე ვთქვათ, ძალა და შესაძლებლობა და ასე ვთქვათ, ენერგია იმისათვის, რომ ამოუდგეს ამ დიდ საქმეს გვერდით. ჩვენი დღევანდელი საუბარი კი ისე დავასრულოთ, როგორც დავიწყეთ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან მონათლული ნორვეგიელი სვენ ვოგე ახლა უკვე ნორვეგიელ მეგობრებთან ერთად უმღერის ქართულ კულტურას. საქართველოში მედია როგორც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი წამყვან პოზიციას ნამდვილად ართმობს. შესაბამისად მისი განვითარების ტემპიცა და ხარისხით საყურადღებოა. ამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი გარემო. და რადგან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სწორედ რომ დროული და აუცილებელია. 22-დან 25 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა სამხრეთ კავკასიის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს მედია სამართლის საკითხებზე.
ზოგადად დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედია გარემოს გაუმჯობესებას და სწორედ ამ მედია გარემოს გაუმჯობესებაზე ვიმსჯელებთ ჩვენ სხვადასხვა პანელებზე, რა მექანიზმები არსებობს და როგორ შეიძლება რომ უნივერსიტეტი იყოს ამაში ჩართული, როგორ დავხვეწოთ ჩვენი სასწავლო პროგრამები და როგორ შევძინოთ ჩვენ სტუდენტებს ის საერთაშორისო კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელი იქნება მათთვის უკვე, როდესაც დაიწყებენ მუშაობას, არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. Deutsche Welle აკადემიის აზიისა და ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბეტინა როიგია თვლის, რომ საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად ქართველი ჟურნალისტები მუყაითად მუშაობენ. თუმცა მთავარი რეკომენდაცია მაინც მკაცრად გაწერილი და ლაკონურია: საკუთარი და სხვათა უფლებების დაცვა კანონთან შესაბამისობაში. სიმპოზიუმის ქართველი, გერმანელი, სომეხი და აზერბაიჯანელი დელეგატები, პროფესორები, სტუდენტები, ექსპერტები და ჟურნალისტები 4 დღის განმავლობაში კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავდნენ მედია სამართლის კავკასიურ და ევროპულ ტენდენციებს. Deutsche Welle აკადემიის იურიდიული დეპარტამენტის ექსპერტი მიხაილ ფლეში ქართველი ჟურნალისტების ხედვით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული მედიის ენა ჯერ კიდევ დასახვეწია და რომ საქართველოში დარგობრივი ჟურნალისტიკის პრობლემა გამოიკვეთა. ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის რექტორს ამჯერად როგორც ეკონომისტს ვთხოვეთ კომენტარი. სამწუხაროდ პროფესიონალიზმის დონე, რომელიც ქართულ ჟურნალისტიკას აქვს ეკონომიკაში, ძალზედ არადამაკმაყოფილებელია. მე წლების განმავლობაში უშუალოდ მიხდებოდა ჟურნალისტებთან მუშაობა, უკითხავდი ლექციებს ეკონომიკაში, სხვადასხვა შესანიშნავი აუდიტორიაა ჟურნალისტები და მინდოდა რომ ელემენტარული ინფორმაცია გადამეცა მათთვის, რომ უბრალოდ რომ მიდიან რესპონდენტთან იცოდნენ რა კითხვა დაუსვან, ან თუ რესპონდენტი ტყულს ეუბნება, იმ წამს რომ მიხვდნენ. როდესაც ბრიფინგია, ანუ პრეს-რელიზია დარიგებული, რომ შეეძლოს მისი წაკითხვა და ესმოდეს რა არის თუნდაც ბიუჯეტის დეფიციტი და რა შეიტყულება ესა თუ ეს ხელმძღვანელი პირი, როდესაც რაღაც მაჩვენებლებზე საუბრობს. ანუ ესეთი ელემენტარული საკითხები ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. Deutsche Welle აკადემიისა და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ მსგავსი ფორუმები კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარდება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად შეძლებს დემოკრატიულ და სამართლებრივ პრინციპებზე ჟურნალისტების აღზრდას. მართალია სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა სტუდენტები საზოგადოებრივ საქმიანობას მაინც არ წყვეტენ. ახლა ერთად ვნახოთ სიუჟეტი მათი აქტივობების შესახებ. გაფავაც მობილომ თაგადი ტოლდება ბრალია იადავარდი დაჭკნება ფესვებს მოუთხრის კარია იადავარდი დაჭკნება ფესვებს მოუთხრის კარია იადავარდი დაჭკნება ფესვებს მოუთხრის კარია ძირითადი პრობლემა არის ისევ როგორც ვამბობ განათლების სისტემაში ინფორმაციის არარსებობა მალე ჩამორეცხს ავდარი ბავშვებს არ ასწავლიან, რომ ეს უნდა მოხდეს. ნეგადარჩება სალია. როგორც მინიმუმ 1-5-6 ხე ალბათ გადარჩება. ჩემი აზრით. დიახ, ცოტა გადაჭარბებული შეფასება გამოგვივიდა. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, 1 ტონა მაკულატურით 17 ხის გადარჩენა შეიძლება თურმე. მაგრამ დამეთანხმებით ნიკოლოზ დავითაშვილის მოქალაქეობრივი ვალი გაცილებით მეტ სიწონის, ვიდრე 1 ჯერზე 1 ტონამდე ჩაბარებული მაკულატურა. რამდენიმე დღის წინ რუსთაველის 16 ნომერში მდებარე წიგნის მაღაზიის მესვეურებმა მაკულატურის ჩაბარების აქცია მესამედ გამოაცხადეს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ აქციების წამოწყებით, რომ ადამიანებში გამოვიმუშავოთ ჩვევა, რომ მაკულატურა არ არის ნაგავი, არამედ მისი რეციკლირება შეიძლება, ამ რესურსის კარგი საქმეებისთვის მოხმარება შეიძლება. უკვე დიდი ადამიანისთვის ჩვევის შეცვლა გარკვეულწილად ძნელია, მაგრამ თუ კი ბავშვები თავიდანვე მიეჩვევიან, რომ მაკულატურა ოჯახში გროვდება, ბარდება, თუ კი ისინი შემდეგ უკვე ხეების დარგვის აქციაში ან სხვადასხვა მეორე ნაბიჯის აქციებში მიიღებენ მონაწილეობას, მათთვის ეს უკვე რაღაც სასიამოვნო პროცესი იქნება, გამომუშავდებათ ჩვევა, მათში გაჩნდება იმისი შეგნება, რომ მაკულატურა უნდა შეგროვდეს და გადამუშავდეს. წიგნის სტილზე ჩავაბარე მაკულატურა, ამიტომ რაც დამრჩა ეს არის ქვითრები, ესე იგი როგორც თქვი, ძველი ბლოკნოტები, ფერადი ფურცლები, რომელიც რაღაც ვიყენებ ხოლმე და მე მეგისთვის ეს პირველი აქცია არ არის, ამიტომ ამჯერად მცირედ ხელდამშვენებული მოვიდა.
ბავშვობიდან ხატავდი, წერდი და სულ მიგროვდებოდა ხოლმე ეს ფურცლები, მაგრამ სკოლის ასაკში ვერ ვახერხებდი და უკვე შემდეგ როცა ჩავირიცხე უნივერსიტეტში, იქ მუდმივად ხდებოდა მოწოდება, რომ დავეხმაროთ ბუნებას, ეკოლოგიას, შევაგროვოთ მაკულატურა და ზუსტად პირველი კურსიდან დავიწყე შეგროვება. შემდეგ ეტაპობრივად ვაბარებდი ხოლმე თუნდაც წიგნის ფესტივალებზე და დღემდე ესე ვცდილობ, რომ მუდმივად შევაგროვო და არ გადავყარო ქაღალდები. ელემენტარული, როცა ტელეფონზე ვრიცხავ ხოლმე თანხას, მაშინაც კი ვიღებ ქვითარს, რომ მე ავიღო და მე შევინახო მაკულატურისთვის. ნინო წიგნს სტუდენტობისას განსაკუთრებით დაუახლოვდა. იმდენად რომ დღეს უკვე კონკურს წიგნის მეგობრების საორგანიზაციო ჯგუფის წევრია. ეს მაკულატურა მოვაგროვეთ, თუნდაც თქვათ ჩვენს წიგნის მეგობრებს ვინც ვართ გაწევრიანებულნი მათი მხრიდან, თუნდაც ასევე აქცია გქონდა წიგნებისა, რომელიც როდესაც მოსახლეობას შეეძლო თქვათ მოეტანა რაღაც გარკვეული წიგნები და შემდეგ ამას ვანაწილებდით მაღალმთიან რეგიონებში. ან გზავნდით საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს იყო მაგალითად საბერძნეთის, ათენის ბიბლიოთეკა, სადაც ქართველებისთვის მიუნხენის ბიბლიოთეკა და შესაბამისად რაღაც წიგნები ვთქვათ, რაც მათ არ ჭირდებოდათ, ან ძალიან დახეული იყო, აი რაღაც ფაქტობრივად ფურცლები, გადავწყვიტეთ, რომ აი ზუსტად შესაფერი ადგილი არის აქ, რომ მოვიტანოთ და ჩავაბართ მაკულატურაში. აქციის მიზანი თანადგომაა ერთმანეთის ან გარემოს კეთილდღეობისთვის. პირველი აქცია მხოლოდ ხეების დარგვას ემსახურებოდა, მეორე აქციაზე უკვე დავამატეთ ხეების დარგვასთან ერთად გარემოს დასუფთავება. მესამე აქციაზე, ანუ ახლა შემოვამატეთ უკვე ბავშვებისთვის მედიკამენტების და საკვების მიწოდება, ვისაც ამისი საჭიროება აქვს. ამის გარდა რომ ადამიანები ამ აქციაში მონაწილეობენ მაკულატურის შეგროვებით, გარკვეულწილად ეხმარებიან მათ. იგებენ მათი აქტივობების შესახებაც და იგებენ რომ ვიღაცები ხეებს რგავენ, ვიღაცები ასუფთავებენ, ვიღაცები მედიკამენტებით და საჭმელით ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს და ეს უკვე რაღაც მთლიან წრეს ქმნის. ფიქრობ მაკულატურის შეგროვება და ერთ კონკრეტულ მისამართზე მიტანა ყველაზე იოლი ხერხი და საშუალებაა კეთილი საქმის აკეთებლად. ამდენად კარგი მაგალითი დროთა განმავლობაში ჩვევად და საბოლოოდ საზოგადოებრივ კულტურად უნდა იქცეს. სასურველი იქნება, რომ ეს გახდეს ყოველთვის წესი, იმიტომ რომ ყოველდღიურად თუნდაც სტუდენტები, თუნდაც ოფისები იმდენ ქაღალდს ანადგურებენ და უბრალოდ ყრიან ეს ენაგაში, ამით მართლა შეიძლება გადარჩენა ბუნების და ხეების. გავსი აქციებით, ანუ პატარ-პატარა ნაბიჯებით, შემდეგ უკვე შეიძლება შეიქმნას რაღაც დიდი. და შესაბამისად თუ ყველა ესე მოინდომებს, დაიწყებს რაღაცით, საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებ. ამ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად ბუნებას და თუ როდისმე იმუშავებენ მერიაში, ან მერიის გამწვანების სამსახურში, არ გაყიდონ გამწვანებული ტერიტორიები ქალაქში. დღეისათვის სულ ეს იყო, ერთმანეთს შევხვდებით ყოველ შაბათს საღამოს 5 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში. მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.